ჩვენი კიდევ ერთი გამორჩეული და საფლაგმანო რუბრიკა, რომელიც ყოველთვის წარმატების ისტორიებზე არის კონცენტრირებული და ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგრით მომზადებული რუბრიკა აიწყება, რომელსაც ტრადიციისამებრ ნათია შათილიშვილი უძღვება, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი, ჩვენი გადაცემის პარტნიორი და თანაწამყვანი გახლავთ. მოგესალმებით ნათია, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის. ძალიან კარგი სტუმარი გხოს დღევანდელ გამოშვებაში და მოდი ერთად დავაანონსოთ ნინო გურული, რომელიც არის სტომატოლოგიური კლინიკა ესკულაპის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მოგესალმებით ნინო. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ერთგულ მაყურებელს. დღეს ყავს უმშვენიერესი უნიჭერესი ქალბატონი, ლიდერ ქალთა საზოგადოების ღირსეული წევრი ქალბატონი ნინო გურული, სტომატოლოგიური კლინიკა ესკულაპის ხელმძღვანელი, დამფუძნებელი და დირექტორი. ქალბატონ ნინო, მე ბევრი ინფორმაცია მაქვს თქვენი სტომატოლოგიური კლინიკის შესახებ, თუმცა უმჯობესია თქვენგან მივიღოთ ინფორმაციები სიახლეებთან დაკავშირებით, თქვენ გამორჩეულ პროფესიონალიზმით, განსხვავებულ კადრებთან დაკავშირებით. დღესდღეობით ვიცით, რომ ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკაა საქართველოში, მე რა თქმა უნდა, არც ერთ კლინიკას არ ესე ვთქვათ, შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ დღესდღეობით ჩვენთვის რა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, ალბათ ყველას აინტერესებს, რით განსხვავდება თქვენი კლინიკა, რატომ ხართ ესეთი ბევრი მომართვიანობით, რატომ გამოირჩევით და მე ვიცი რომ თქვენი კადრები, პროფესიონალი კადრები გაქვთ დაკომპლექტებული და ასევე ძალიან კარგად ვიცი რომ ტექნიკაც უახლესი გაქვთ ფილიალები მათ შორის, მაგრამ თავისაცხედია სასურველია სწორი მიმართულება მივცეთ მომხმარებელს, რატომ უნდა ვისარგებლოთ თქვენი კლინიკით და რა მსგავსი სხვა კლინიკებით, რით განსხვავდებით სხვა კლინიკებისაგან. მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრი ვარ უკვე 3 წელზე მეტია. მადლობა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, რომ მე და კლინიკა ესკულაპი ცნობილ წარმატებულ ბიზნესმენებთან ერთად დაჯილდოებაზე წარგვადგინეს და ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის, ჩემი ძალიან ცნობილი ექიმებისთვის და გულშემატკივრებისთვის. ეხლა რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, 2002 წლის ოქტომბერში დაფუძნდა კლინიკა ესკულაპი და დღეს უკვე 22 წლიანი გამოცდილებით ვემსახურებით პაციენტების ჯანმრთელ ღიმილს. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ძალიან კარგი გუნდი შევკარით, მართლა პროფესიონალები, დღეს ექიმი არ ჭირს, მაგრამ პროფესიონალი, გულიანი და პაციენტზე ორიენტირებული ექიმები ნამდვილად შემიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ძნელია ესეთი იპოვო და მე მიამაყება, რომ ჩემი გუნდი გამოირჩევა, ესკულაპის გუნდი გამოირჩევა ასეთი ექიმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში 22 წელი უბრალოდ ვერ ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ არც დიდი თანხებით, არც დიდი ზურგით შემოსვართ, მხოლოდ პროფესიონალიზმზე აგებულია ეს კლინიკა და ამართლებს კიდევაც და რაც უფრო მეტად მიამაყება, ჩვენთან გახსნის დღიდან დღემდე რამდენიმე ექიმი მუშაობს და ეს მიუთითებს ჩვენ სტაბილურობაზე და ვფიქრობ ჩვენს სწორ მენეჯმენტზე. ამ ხნის განმავლობაში მართლა ბევრ პაციენტს ვაჩუქეთ ჯანმრთელი ღიმილი და ჩვენი კლინიკა ორიენტირებული არის, რომ ღიმილი, რომელიც მართლა ყველა საქმეში, ყველა ურთიერთობაში არის მნიშვნელოვანი, გავხადოთ ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ვაჩუქოთ ეს ღიმილი და ჩვენი სლოგანიც არის ღიმილი მნიშვნელოვანია. ჩვენ პაციენტებს ვთავაზობთ ერთ სივრცეში ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას, თერაპია, ორთოპედია, ორთოდონტია და ყველა დარგს მოიცავს და ერთ სივრცეში ისინი კომფორტულად იღებენ ამ მომსახურებას. აქედან გამომდინარე, ყავს უამრავი პაციენტი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვემსახურებით დაზღვევას, მადლიერ პაციენტს ჩვენს შექმნილ ამას ღიმილს, სწორ მკურნალობას მოჰყავს ასე ვთქვათ, ნაკადი არის პაციენტების ჯარია. ამან განაპირობა ის, რომ საჭიროება შეიქმნა გაფართოების და ჩვენს ყოფილ ლოკაციას, გამრეკელის პირველს დაემატა ახალი ლოკაცია ლვოვის 63-ში. ეს ორივე კლინიკა აღჭურვილია, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით და რაც მთავარია, სტერილიზაციის მაღალი დონეა, რომელიც დღეს 21 საუკუნეში ძალიან ბევრ რისკთან არის დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა პაციენტს მართლაც ვთავაზობთ საუკეთესო მომსახურებას, პაციენტები გვენდობიან და არა მარტო ჯანმრთელ ღიმილს, არამედ მათ გარეგნულ სილამაზეზე ვზრუნავთ, არამედ მათ შინაგან განწყობაზე, იმიტომ რომ უქმნით მეგობრულ გარემოს, იმიტომ რომ თითეული პაციენტად მოსული უკვე მეგობარი ხდება, უკვე ძალიან ახლობელია ჩვენი და მართლა მგონია ხოლმე რომ ის მგონი ოჯახის წევრია. და აქედან გამომდინარე ჩვენი პოპულარობა, ჩვენი მყარად დგომა საბაზრო პირობებში, როცა ამხელა კონკურენცია, ყველაფერი აქედანაა გამომდინარე, განპირობებული და მე თქვენგანაც, თქვენი ორგანიზაციიდანაც დიდ მხარდაჭერას ვგზნობ ძალიან დიდი ნამდვილად. მადლობა. ქალბატონინო, ძალიან მინდა კითხოთ ესეთი კითხვით მოგმართოთ. ჩვენ ვიცით საზღვარგარეთ რამდენად ძვირად ღირებული მომსახურებაა სტომატოლოგებთან ურთიერთობა, ხო? და ალბათ ხშირად გვსმენია, როდესაც საზღვარგარეთიდან მოდიან თუნდაც იმიგრანტები, მხოლოდ იმ განწყობით და იმისთვის, რომ სტომატოლოგთან მათთვის სასურველი მომსახურება მიიღონ სტომატოლოგისგან, ხო? თუ მოგმართავენ ხშირად ემიგრანტი მომხმარებელი და რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურება? დიახ. უამრავი უცხოელი გვყავს სხვადასხვა ქვეყნებიდან და აღარაფერს ვამბობ ემიგრანტებზე, იმიტომ რომ ემიგრანტები მართლაც ყველა საქართველოში ჩამოდის და იკეთებს იქმნის ჯანმრთელ ღიმილს. ჩვენ უამრავი გვყავს ასეთი და მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ სულ ახლახანს მადლიერმა პაციენტმა ნიუ-იორკში Times Square-ზე საჩუქრად გაგვიკეთა ერთ-ერთ დიდ ეკრანზე ჩვენი რეკლამა გაუშვა და ეს იყო მართლა ძალიან დიდი სიხარული და დიდი პატივისცემა. იმიტომ რომ თითოეული მათგანი ჩვენიდან მიდიან, ისე არა რომ აი დიდი ფული გადავიხადეთ და უკმაყოფილო არა, პირიქით. მე ვეუბნები რომ ხარისხი გაცილებით მეტია ჩვენთან, ვინემ თანხა და ამაში თვითონ წმუნდებიან და აქედან გამომდინარე მადლიერებას ესე გამოხატავენ. კი, ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს უცხოეთიდან და კიდევ უფრო მეტი სხვათა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ თქვენ ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გყავთ და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პირადად თქვენ ხართ ძალიან კარგი ადამიანი, პროფესიონალი, რაც ყველაზე მთავარია და გულისხმიერი. შესაბამისად, ეჭვით არ მეპარება, რომ გყავთ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი და მიხარია, რომ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრი ხართ. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხარ გეგმავთ კიდე დამატებით ფილიალის რატომაც არა, მაგრამ საკმაოდ რთულია, თუნდაც ჩვენ საუბრობდით, სანამ ეთერში შემოვიდოდით, კადრები, თვითონ ექიმი, რომელზედაც არის კლინიკა და დამხმარე პერსონალი ძალიან რთულია. ეს არა მარტო სტომატოლოგიის განხრით, არამედ რეალურად საქართველოს მასშტაბით ყველა მიმართულებით სერიოზული პრობლემაა კადრებთან დაკავშირებით, გადამზადებულ კვალიფიციურ კადრთან დაკავშირებით. როგორი ცუდია ეს, სხვათა შორის ხშირად ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით, მე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გსურს საქმის სამუშაო ადგილების დამატება და არ არის კადრი. ანუ ეს რაღაც წლების წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემ დროს მაგათად როცა მე დავამთავრე, პირიქით მე ვიხვეწებოდი სამსახურს და არის ფიზიკურად არ არსებობდა. ეხლა მე ვთავაზობ სამსახურს, ვთავაზობ უანგარო დახმარებას, მაგრამ არ არის კადრი, არ არის ექიმი, არ არის ადმინისტრატორი, არ არის სექტანი, რომ ვასწავლო სხვათა შორის ისეთი ასე ვთქვათ უკაცრავად და დაბალი დონის დარჩენილი უკვე მოსახლეობა რომ ვერც კი ითვისებს, თორე აღარ ვკითხულობ დიპლომს, ხო? არ მინდა ვთქვათ კონდეს ექნისის, აღარ ვკითხულობ ამას და არც ადმინისტრატორის თანამდებობაზე, მაგრამ ვერ ითვისებს ხალხი, როგორადაც არ უნდა ასწავლო, ყველას უნდა მარტივად და ეს მარტივი ფული 21 საუკუნეში არ არსებობს. წინა წლებში თუ კომპანიებს ვთხოვდით და მემორანდუმებს და ხელშეკრულებებს უფორმებდით, თუნდაც BDC აკადემიიდან რომ სტაჟირებაზე, პრაქტიკულ მეცადინეობაზე, პრაქტიკის ობიექტებზე გაგვეგზავნა კურსდამთავრებული მსმენელები, დღესდღეობით პირიქით ისინი იქეთ გთხოვენ, იქეთ უხდიან კურსდამთავრებულ მსმენელებს სტაჟირებაში თანხას, რომ ოღონდაც გაიარონ სტაჟირება,
დაუშვათ და შემდეგ დასაქმების პერსპექტივით ხარდია სამუშაო ადგილებზე აი თუნდაც ჩვენ როცა გავიხსენით 2000-ში აი მაშინაც ეგეთ შემთხვევა იყო რომ თქვა სტუდენტი ან უკვე დამთავრებული აქ იმი გვეხვეწებოდა თქვენ გადაგკვალიფიცირე თანხას გადავიხდი ოღონდ პრაქტიკა მოგვეცით ხო თუმცა ამის აუცილებლობა და საჭიროება არ იყო ეხლა მე ვეხვეწები მე მოგცე მაგედან ფულს ოღონდ მოდი ისწავლე შეითვისე მაგრამ არ უნდათ არ უნდა თუ ანუ ეს მე მგონი ცოტა სიღრმისეული პრობლემაა და იმით მე ყოველ შემთხვევაში მუდმივად ამაზე ვფიქრობ და ოცნებობ რომ არ წავიდნენ საქართველოდან არ დატოვონ საქართველოს და აქ იმდენი სამუშაო ადგილია უკვე და იმდენი შესაძლებლობებია მესმის შეიძლება პირდაპირ მაღალი საფეხურიდან არც არავის არ დაგვიწია ხო ყველამ თანმიმდევრულად დავიწყეთ შეიძლება პირდაპირ კაბინეტი ვერ შეაღო და ვერ გითხრან მობრძანდი დაბრძანდი ეს არის შენი სამუშაო ადგილი მაგრამ არასწორი ფორმაა ძალიან ბევრი შესაძლებლობა იძლევათ დღეს იმისა ქართულ მოსახლეობას ქართულ ახალგაზრდობასა სამუშაო ადგილები იპოვონ საქართველოში და საქართველო არ დატოვონ კი მაგრამ მე იმეც ვიტოვებ რომ აღმოვაჩენთ და ვიპოვით მით უმეტეს რამდენი კარგი სამედიცინო განათლების მქონე ექიმი ტოვებს ქვეყანას და გადის საქართველოდან და ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია რასაც მე გამუდმებით განვიცდი ხოლმე პროფესიონალი კადრის გადინებას ნამდვილად ну ყოველ შემთხვევაში ხა ესეთი წარმატების ისტორიების მოსმენა დამატებით გააჩენს კიდევ და კიდევ იმის სტიმულს რომ საქართველოს შეიძლება ნამდვილად მიაღწიოს წარმატებას და შესაბამისად კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა კონცენტრირდეთ ჩვენს ბაზარზე. ნათია, რამე საკითხი ხო არ ქონდა კიდე დროჯერ გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია რომ რეზუმირება გავაკეთოთ თემის თუ არა და წავუყანოთ დასასრულისკენ. კი ბატონო, მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ქალბატონ ნინოსთან, ნაწილობრივ ქალბატონმა ნინომ გვიპასუხა ამ კითხვასთან დაკავშირებით, როგორ ინარჩუნებენ ეს ვიცით მომხმარებელს, ერთგულ მომხმარებელს, მაგრამ მინდა ესეთი კითხვა დავსვა კიდე ერთხელ შეფარვით. წეგან ვახსენე კიდეც რომ საკმაოდ დიდია კონკურენცია ამ მიმართულებით, ანუ სტომატოლოგიურ ბაზარზე. რით გამოირჩევთ ეს უკვე ვიცით, მაგრამ რამდენად გიმარტივდებათ თავის დამკვიდრება, შენარჩუნება და ის რომ აი ამ გამორჩეული ნიშით წლების მანძილზე 22 წელი არ არის ცოტა დრო შეინარჩუნოთ და მყარად იმუშაოთ აი ამ უზარმაზარი კონკურენციის ფონზე. ну როცა გავიხსენით, რა თქმა უნდა, დამკვიდრება საკმაოდ რთული იყო და ძნელი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეხლა როცა დავმკვიდრდით, გვაქვს უფლება მოვეშვათ და აღარ გქონდეს საფიქრალი პირიქით ყოველ დღე სწავლა, განათლება, ტრენინგი, სულ ახალი კურსები, ექიმები გადამზადებაზე, ექიმები მიდიან უცხოეთში, ჩვენ ვსწავლობთ მენეჯმენტს და ახალ ვნერგავთ ყოველთვის, თუნდაც პაციენტთან მიდგომის საკითხით, თუნდაც მკურნალობის მეთოდი, აპარატურაზე და ტექნიკაზე აღარ ვამბობ, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ციფრულ ხანაში აი დღეს ერთია და ხვალ უკვე 10 ერთდროულად შემოსული და არა ერთი. ამიტომ ყოველდღე განახლება და ყოველდღე ახლის დანერგვა საჭირო. საშიშებიც აღარ ხართ თბილის ექიმები როგორც ჩვენ. არა, საშიშები არა ვართ ნამდვილად კი. თუ დროზე მივმართავთ ექიმს, თუ დროზე მივიღებთ იმის გადაწყვეტილებას, რომ ყოველ 6 თვეში თუნდაც და მივიდეთ კონსულტაციაზე, იმასაც ჩვენ ვერ ხედავთ ექიმი დროულად შეამჩნევს, ნამდვილად მარტივი და მარტივად მოსაგვარი. ნამდვილად კი. ძალიან დიდი იმეგობრეთ სტომატოლოგებთან, რადგან ღიმილი ყოველთვის გამოგადგება. თქვენთან მეგობრობას არაფერი ჯობს, მე უკვე დიდი ხანია მეგობრობ თქვენთან და ალბათ ჩვენი ერთგული მომხმარებელი გადაწყვეტს, რომ მისარგებლონ სტომატოლოგიური მომსახურებით დროულად და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მიმართულებით ეს უნდა იყოს სწორი არჩევანი, გააკეთოს სწორი არჩევანი. მადლობა ნათია და მე პირდაპირ ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ ჩემს საუკეთესო ექიმებს, ჩემს ძველი თაობის ექიმებს, რომელიც 22 წლიდან დღემდე ჩემთან არიან და ჩემს პაციენტებს დიდი მადლობა გადაუხადო ნდობისთვის, ერთგულებისთვის და გვერდში დგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის. მე მინდა გისურვებთ წარმატებები ნინომ.